როგორ შეძელით არ ვიცი ეგ როგორ გადაიტანეთ ეგ ამბავი ეს თან 80-იანი წლების ისტორია აქვს შემსაყურებს და უფრო დამსახურებულია ვიდრე მაგათი მე რო ვთქვი სახში მამაჩემა რო შემომიბღვირა იქ დამთავრდა მე აღარ ვიხსენებია ეგ ამბავი ხო მამაჩემთანაც ჰქონდა რაღაც პრობლემები ამ საყურეზე მაგრამ მე მამაჩემმა თქვა რომ ალბათო შენო იმიტომ გაიკეთე რაღაც ფილმშიო ციგანს რო თამაშობდა საყურე ეკეთა რა და არა იცი რა არის მართლა ვეკითხებოდი მაშინ რომ საყურე ხა ბავშვი რო ვიყავი 70 წლები და რაღაც ციგანის როლს თამაშობს ოდესის კინოს და საყურე ეკეთა და შევეკითხე და რაღაც ციგნებს ვკეთია და მე რაღაც მაგი მე რაღაც პონჩი თქვა ჩამჩა თუ რაღაც მაგრამ უცხოეთშიც რო ჩავდიოდი ყველას ეკეთა და რაღაცნაირად მე ხო საყურეები ვიკეთია ბავშვობიდან და მომწონს მაგრა კიდე და მაგრა ვკაიფობ რომ მე ძალიან უმწონს უბრალოდ რით ვეღარ დამთავრდა ეს საყურეზე იცი რა არის ეგეც პოზა არის რომ აი საყურე ნუ აი ხო მიკეთია რა ჩემზე მეტი არის ის ვიღაცა ვისაც არ უყეთი ან მე ვარ იმაზე რა ყველა ადამიანები ვართ და რა შენი როგორც უფალი გვეუბნება ხე ნაყოფით გამოიცნობა და არა საყურით ხო და აქედან გამომდინარე შენი ნაყოფი ანახე საზოგადოებას და აქედან გამომდინარე მე უკვე სხვანაირად დაიწყებ აზროვნებას თვითონ ადამიანი შენს რა